წმინდა მოწამეების კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს სენაკის რაიონის სოფელ ექში განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი აკურთხა. მღვდელმთავარმა საზეიმო ღვთისმსახურება ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასთან ერთად აღავლინა. საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი წმინდა სინოდის წევრებმა ეკლესიაში შეკრებილები დაალოცეს. ტაძრის ქტიტორს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სოფელში ეკლესიის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას სიკეთის კეთების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. დღეს არის დიდი სიხარული ჩვენს ეპარქიაში და მე მგონი სრულიად საქართველოში რომ აღდგა უძველესი ეკის მონასტერი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის კომპლექსი, რომელშიც არის შემორჩენილი საოცარი შენობები გარდა ტაძრისა, სხვა ნაგებობებიც. დღეს წმინდა სახარებაში იყო წაკითხული უფალი იესო ქრისტეს იგავი ღვარძლისა და იფქლის შესახებ, სადაც უფალი ამბობს, რომ თესვარი თესავს კეთილ თესს სამყაროში, ქვეყანაზე, ცხოვრებაში და ასევე ითესება ბოროტი თესლიც, ითესება ღვარძლიც, ითესება სარეველებიც, ოღონდ ითესება ბოროტი სულის მიერ. ანუ უფალი თესავს კეთილ თესს, ხორბალს, ხოლო ბოროტი სული თესავს ბოროტ თესს და სარეველებს. უფალი ითფენს ამას. უფლის ნება არის, უფლის დაშვება არის, რომ ეს ბოროტი როგორც ჩანს, ბოროტი ღვარძლიც, ბოროტი სარეველაც აღმოცენდეს. და ეს ყველაფერი განიშჯება საშინელ სამჟავროს დღეს. როდესაც კეთილი თესლი, ეს არის ძენი სასუფევლისანი, სიკეთის მოქმედი ადამიანები გამობწყინდებიან ვითარცა მზე, ესეა ნათქვამი დღევანდელ სახარებაში. ხოლო ბოროტის მოქმედნი დაიჯებიან საუკუნო სასჯელში წავლენ. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ აი ამაზეც, კეთილ სიკეთეზეც, ძვირფასო მეუფეო და ბოროტებაზეც, არა მარტო საერთოდ ცხოვრებაში, არამედ თუნდაც ეკლესიაშიც. ეს არის აი წმინდა მამები ბრძანებენ, რომ ეკლესიაშიც არსებობს კეთილის მოქმედნი და სამწუხაროდ ეკლესიაშიც არის აი ეს სარეველები, ესეც შეიძლება შეხვდეს. და აი დღევანდელი სახარება გვეუბნება ჩვენ, რომ დიდი შეცდომა არის და დიდი ცოდვაა, როდესაც ადამიანები ბრკოლდებიან ამის გამო და მიდიან ეკლესიიდან, როდესაც ხედავენ აი ამ სარეველებს. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ეს არ არსებობდეს. შეუძლებელია რომ სარეველა არ აღმოცენდეს ადამიანური სისუსტისა და ჩვენი ცოდვების გამო. ასე რომ აი ესეთი სიბრძნეა და დღეს კიდევ ვფიქრობთ სიკეთეზე და ბოროტებაზე, სიწმინდეზე და ცოდვაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დღეს ჩვენ ვახსენებთ და ვლოცავთ იმ ადამიანს, ვინც ეს შესანიშნავი საქმე აღასრულა ღვთის მადლით და სასწაულით და ძალით. ეს არის ჩვენი ბატონი ვასილ შელეგია. მინდა დავლოცო თავის ოჯახთან ერთად, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი ადამიანი. მართლაც არის, აი როგორც ამ სახარებაში ისე დაემთხვა ეს სახარება დღეს, მართლაც ძე სასუფევლისა და სიკეთის მოქმედი ადამიანი და მთესველი სიკეთისა და აი ამ ღვთაებრივი, ასე ვთქვათ, ხორბლისა და სიყვარულისა და ძლიერებისა და სიწმინდისა. ყველას გილოცავს დღევანდელ დღეს ორმაგი სიხარულის უფებს აქ ამ ტაძარში და ამ ეპარქიაში, იმიტომ რომ საეკლესიო დღესასწაულია და განახლება ამ უძველესი ტაძრისა. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ აქაურობის ხილვით, შემდგომ სამწუხაროდ მეუფე მახსენა და თქვენ იცით რომ აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ის ნაწილი ცხოვრებისა, რომელიც აქ გავატარე, ეკლესიისგან ცოტა შორს მომყოფებდა ჩვენი იმდროინდელი გაუცხოების გამო ეკლესიისგან. 27 წელია რაც ეკლესიის წიაღში ვარ და მონასტერში დაიწყო ჩემი ეკლესიური ცხოვრება და ძალითვალი ყოველთვის იყო ამ ეპარქიისკენ, ჩემი ქალაქისკენ და ხედავდი და ვხედავ და მომავალშიც ბევრჯერ დავინახავ და ბევრჯერ ვიქნები სასიამოვნოდ გაოცებული ამ სიკეთით, აი ამ წისვლით, წარმატებით სულიერ ცხოვრებაში, რაც აქ სუფევს და ბუნებრივია ძალიან მახარებს, სიამოვნებს. ეს არ არის მარტო
ერთი ტაძრის, ერთი მონასტრის, ერთი ეპარქიის, ერთი ქალაქის წარმატება, ეს არის მთელი ეკლესიის წარმატება. იმიტომ რომ ეს ეპარქია უძველესია და ამ ტაძრის მაგალითზე ჩანს თუ როგორი დიდი ღვაწლი იყო ამ ეპარქიაში. ჩვენ დღესაც კი გვიჭირს ასეთ ადგილებში გზის გაყვანა და მერე ამ გასულ გაკეთებულ გზაზე თავისუფლად ამოსვლა და წარმოიდგინეთ მე-9 საუკუნეში რამდენად რთული იქნებოდა აქ მოსვლა და ასეთი დიდებული ტაძრის და არა მარტო ტაძრის მშენებლობა. ეს მიუთითებს რწმენაზე. სოფელ-ეკის მცხოვრებლები ტაძრის გახსნით გამოწვეულ უდიდეს სიხარულზე საუბრობდნენ. როგორც აქ ამბობდნენ, ეკლესიის არსებობა განსაკუთრებული მადლია ადგილობრივებისთვის. იმასაც ამბობდნენ, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში სოფლის თითოეული მოსახლე აქტიურად იყო ჩართული. მე მინდა მიულოცო დღევანდელი დღე სენაკს და არა მარტო სენაკს, სრულიად საქართველოს, ვინაიდან დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე საეკლესიო თვალსაზრისით. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ვასილ შელეგიას, ვინც მისი უშუალოდ დახმარებითა და დაფინანსებით მოხერხდა ამ ეკლესიის აღდგენა და ამ კომპლექსის რეაბილიტაცია. დედაღამის სოფელიც ჩართული იყო ამ ამბავში, აქაური მოსახლეობას. ჩემი შვილიც ორი მყავს, ორი ბიჭები, ორივე დაწყების დღიდან აქ იყვნენ. ხო და რა ვიცი, უმადლით, მადლი იმათ, ვინც ის წამოიწყო ეს საქმე. ეს სოფელი აერთიანებდა მრავალ გვარს, მათ შორის ამ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ახალყობით ძირითადი გვარი იყო ადამიანები, გუნიები, კუჭავები, კეკუები, ცვიტავები და კიდევ ისეთი გვარებიც, რომელიც ახლა დღესდღეობით არ არის შემორჩენილი. როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩვენ ვიცით, სოფელში დაახლოებით იყო 6-მდე ესე იგი ტაძარი იმ პერიოდისათვის, როდესაც იყო საქართველოს ისტორიაში კარგი პერიოდები. ჩვენ დრომდე მოაღწია ძირითადად ორმა ძეგლმა, რომელიც ძირითადად დანგრეული იყო და წარმოადგენდა ნანგრევებს, მაგრამ დღესდღეობით გამოჩნდნენ ადამიანები, ესეთები, რომელმაც ჩადეს თავიანთი სული და გული ამ საქმეში და მოხდა იოანე ნათლისმცემლის ძირითადი რესტავრაცია. სოფელ-ეკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი აფხაზეთიდან დევნილ ბიზნესმენ ვასილ შელეგიას κτიდორობით აიგო. მან წინაპრების სოფელში სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები 2013 წლიდან დაიწყო. თუმცა როგორც თავად ამბობს, ეკლესიის აღორძინების სურვილი მის ბავშვობას უკავშირდება. ჩემი ბავშვობა აქ მაგ გატარებული ამ სოფელში, ყოველ წელს ჩამოვდიოდი მე თვითონ ისე დაბადებული და გაზრდილი ვარ სოხუმში. მაგრამ ჩვენი წინაპრების ესე იგი ეს სოფელი არის, დედულეთი არის ჩვენი. ხო და ყოველთვის მიხაროდა აქ ამოსვლა. ხო და შემდეგ აქ ჩვენი წინაპრების საფლავები არის და ხშირად ამოვდიოდით, ვაკითხავდით, სანთლებს ვანთებდი და რაღაც გული მტკიოდა, რომ ეს ტაძარი იყო დანგრეული, ეს ნანგრევებში იმყოფებოდა და იდეა გამიჩნდა, რომ აღვეხორძინებინა ეს კომპლექსი, მაინც რომ ღვთისმსახლი რომ ყოფილიყო სრული და რომ ხალხს შეეძლო მოსვლა. და ბევრი ამოდიოდა და შედიოდნენ კედლებზე, სანთლებს ანთებდნენ. ხო და 2013 წელს დავიწყეთ პროექტი. სოფელი ეკი ისტორიული მნიშვნელობის ადგილია და მისი სახელი წერილობით წყაროებში მე-17 საუკუნიდან გვხვდება. თავად სახელწოდება კი ამაღლებულ ადგილს, აღმართს ნიშნავს. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, უნაგირას ქედზე, მდინარე ცივის ხეობაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ის ეკლესიას, სამრეკლოს, პალატს, გალავანსა და სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებს მოიცავდა. მონასტერს შემოვლებული ჰქონდა ქვითკირის მაღალი გალავანი. კომპლექსის შუაში აღმართული ეკლესია კი ამ ადგილას ყველაზე ძველ ნაგებობად მიიჩნევა და მე-9 საუკუნეებით თარიღდება. ჩვენ გვაქვს ნანახი ტაძრის აღწერილობა, ტაძარი ძალიან მდიდარი იყო ჯვარხატებით, მდიდარი იყო სამკაულებით, მდიდარი იყო თავისი თავგადასავლით. ეს ადგილი თუ დავნახავთ ძალიან
გამაგრებული ადგილია, როგორც ჩანს ეს იყო დადიანების რეზიდენციაც და ამაზე მიანიშნებენ აქ არსებული ნაგებობები, განსაკუთრებით გალავანი, მტკიცე გალავანი, ძალიან მაღალი გალავანი. ისტორიულ წყაროებშიც ჩანს, რომ ეს ადგილი ხშირად ბრძოლის ადგილიც იყო. ჩვენ რომ მოვედით, ესე იგი, ქვედა ნაწილი, ესე იგი, შიდა ნაწილი იყო დაზიანებული, აქეთა ნაწილი, რაც თეთრად ჩანს, იყო ჩამონგრეული მთლიანად და 4 სვეტი იყო გადარჩენილი თვითონ დედანი, ესე იგი, თავისი მე-13 მე-14 საუკუნის კედლიდან. მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია დაიწყო, ლამის ნანგრევებად ქცეულ კომპლექსში სრულად მოიხსნა მცენარეული საფარი და ტაძრის უძველესი ნიშნები გამოვლინდა. ამჟამად აღდგენილი ეკლესია კი არქიტექტორ-რესტავრატორ მურთაზ ურიდიას განცხადებით დარბაზული ტიპის ერთნავიანი ბაზილიკაა. ნაგებობა განსხვავებული ორნამენტებითაც გამოირჩევა. ძალიან კარგი ორნამენტები აქვს მინაშენს, სამრეკლოს და სასახლესაც. აი გამორჩეულია თავისი აი ორნამენტი და აღსანიშნავია ის რომ არც ერთი ორნამენტი არ მეორდება. აი ბევრი ორნამენტია, თითოეულ სვეტზე რაღაცა 9 ორნამენტია და ესე იგი 8 სვეტი აქვს. და სულ ახალ-ახალი სხვადასხვა ორნამენტებითა და ბრწყინვალე ჭრა, ბრწყინვალე კვეთა. ეკლესია არის დარბაზული ნაგებობა. ესე იგი აღმოსავლეთ მხარეს არის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი და დასავლეთის მხარე არის გვიანდელი მინაშენი. ეს მინაშენი და შემდეგ მოხდა ამ კედლის თაღების მოწყობა და მინაშენისა და ეკლესიის დარბაზები გაერთიანდა. ჩემ დროს, როდესაც პირველად მე მოვედი, ესე იგი ძეგლი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. კამარები ჩამონგრეული იყო, ეკლესიაში შესვლა საშიში იყო, იმიტომ ქვები ეკიდა და როცა ვზომავდით აქ ჩვენ, ხო, ქვების ცვენის ხმა გვესმოდა, რომ ვარდებოდა ქვები რა, სიმაღლიდან. სენაკი ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა კურთხევით აქ დაიწყო საქმიანობა და ხედავთ უზარმაზარი სამუშაო შესრულდა. ტაძარი აღდგა, სამრეკლო აღდგენილია, გალავნის აღდგენა მთლიანად დაგეგმილი, დამხმარე ნაგებობებია. გამოიცა პატარა წიგნაკი ამ მონასტრის ისტორიაზე. უძველეს დროიდან დღემდე საბუთეები ინახა, რასაკვირველი ეს სრულად არ მოიცავს ყველაფერს. ჩვენ ვაპირებთ, რომ სრულყოფილი გამოკვლევა შევთავაზოთ მკითხველს, მორწმუნე საზოგადოებას. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციის შედეგად აღდგა ძირითადი შენობა ნაგებობები, ეკლესია, სამრეკლო და სასახლე. გალავნის რეაბილიტაცია კი მიმდინარე წელს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი სოფელ ექში ერთადერთი მოქმედი ეკლესიაა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 28 ივლისს წმინდა მოწამეების, კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საბურთალოზე მდებარე წმინდანთა სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგია ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი ყიფშიძემ აღავლინა. წირვაზე თანამსახურებდნენ ტაძრის სხვა სასულიერო პირები. წმინდა მოწამეები კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის შთამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. ის ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს ჩვილ კვირიკეს ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდა. როცა უშჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმინდა ივლიტა განერიდა ქალაქს, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და კვირიკესთან ტაროსში წავიდა. იქ ნეტარი ივლიტამ დაბიოებსა და გლახაკებს შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით გამოირჩეოდა მათგან, მაგრამ მმართველ ალექსანდრესთან მაინც დაასმინეს. წმინდა ივლიტა თავისი 3 წლის ძით ხელში სამსჯავროზე განუცხადდა. როცა მმართველმა სახელი და წარმომავლობა ჰკითხა, წმინდანმა მიუგო: მე ქრისტიანი ვარ, ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზე, ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია. კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით წმინდანს დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა და უსჯულოებისგან გათავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა მტარვალმა კვირიკე თავისთან მიაყვანინა. მეც ქრისტიანი ვარ, ტიროდა ბავშვი და თან დედისკენ მიიწევდა. გაავებულმა მსაჯულმა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბეზე ჩაგორდა და სული უფალში ავედრა. როცა წმინდა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს. მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა მმართველმა კი წამების გაძლიერება
ნაძლიერება ბრძანა. მრავალგვარი სატანჯველი დაითმინა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის წმინდანმა. სასიკვდილო განაჩენისას კი მან მუხლი მოიყარა და უფალს მადლობა ამ სიტყვებით შესწირა. გმადლობ შენ უფალო, რამე თუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. წმინდა ივლიტას თავი მოჰკვეთეს. მისი გვამი კი წმინდა კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯკნად, მაგრამ ქრისტიანებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი. ნეტარი მარტვილების წმინდა ნაწილთა აღმოყვანება მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდის ზეობის დროს აღესრულა. აი ეს არის ნამდვილი რწმენა, ჭეშმარიტი რწმენა უფლისა, ჭეშმარიტი რწმენა მარადისობისა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი დავდივართ ეკლესიაში, აღსარებებს ვამბობთ, ვეზიარებით, მაინც გვიჭირს იმ ქვეყნიური ცხოვრების დაჯერება, მაინც გვიჭირს ის, რომ მარადისობაში, მიუხედავად იმისა, მრავალი წმინდა მამებისა, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მარადისობაში როგორ განვიხარებთ უფალთან, თუ აქ ღირსეულად ვიცხოვრებთ, თუ აქ ქრისტიანულად ვიცხოვრებთ, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიჯერებთ მარადისობას, მაინც გვიჭირს ეს ერთგვარად ჯვარი არის ჩვენი გონებისათვის და აი როგორი რწმენა გამოავლინა ივლიტამ, რომ საკუთარი შვილი მკვდარი რო დაინახა 3 წლის ბავშვი, ღმერთს მადლობა გადაუხადა ამის გამო, რომ შენ მე უფალო ამის ღირსი გამხადე, რომ ჩემი შვილი შევიდა სასუფეველში და უკვე ივლიტაც მზად იყო იმისთვის, რომ თვითონაც წამებული იყო ქრისტესთვის, წამებული იყო და ეწამა კიდევაც და მაშინ ერთგვარად რაღაც ესეთი ტრაგედიაც შეიძლება აღიქმებოდა იმ პერიოდში, იმიტომ რომ აღო დედა-შვილი მოკლეს ტანჯველებმა, მაგრამ ვინ იტყვის, რომ კვირიკე და ივლიტა მაშინ დამარცხდა, ვინ გაბედავს მაგის ხმას, კვირიკე და ივლიტა დღეს ზეიმობენ ზეცაში, ანუ თავიანთ საყვარელ უფალთან მივიდეს, სადაც გაიხარეს და დღეს ჩვენი მფარველები არიან, დღეს ჩვენთვის ლოცულობენ და ღმერთმა წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ლოცვით დალოცოს სრულიად საქართველო, დალოცოს სრულიად საქრისტიანო, მოგუმადლოს სიყვარული ერთმანეთისა, მოგუმადლოს სიყვარული უფლისა და მათნაირი თავგანწირვა უფლისადმი, რომ თუ გახდა საჭირო ჩვენ შევძლოთ და აი რაც ყველაზე ძვირფასი გვაქვს, ჩვენი სიცოცხლე შევძროთ უფალს სამსხვერპლოზე. მე თვითონაც ნაცნობის სახელი კვირიკე მქვია. ჩემ სამშობლოს მოსახლეობას ულოცავ წმინდა კვირიკეს დღესასწაულს. ფარავდეთ წმინდა კვირიკეს და ივლიტას მადლი, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ თქვენი ოჯახების, თქვენი კეთილის მყოფელების. ულოცავ ყველას წმინდა კვირიკესა და ივლიტას დღესასწაულს. დიდი ზეიმია ჩვენს ეკლესიაში. მადლი ფარავდეს მთელ საქართველოს, ყველა ოჯახს. წმინდა კვირიკესა და ივლიტასი. უსურვებ მთელ საქართველოს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობას, რაც თავარია, შვილების კარგად ყოფნას, გაერთიანებას, ჩვენი მიწების დაბრუნებას და კარგად ყოფნას. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს მთელ საქართველოს მოსახლეობას და უსურვებ ბედნიერებას, მშვიდობას, წყალობას. საქართველოში წმინდა მოწამეებს კვირიკესა და ივლიტას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. მათ სახელზე მორწმუნეები ოდითგანვე აშენებდნენ ტაძრებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. აღსანიშნავია, რომ ეს დღე გამორჩეულად აღინიშნება სვანეთში, სოფელ კალაში. წმინდა კვირიკეს ტაძარი იქ მე-11 საუკუნეში აუგიათ. მრევლი წმინდა კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობს ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა სწრაფლ განკურნებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ წმინდა კვირიკეს ხელისმტევანი საქართველოში ინახება. დღის მდგრად მართვაზე პროექტის წარდგინება ქუთაისში გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით ინიციატივის მიზანია სადღეო რეფორმის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობა, დღის მართვის პრაქტიკის მოდერნიზების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული დიალოგის გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში შექმნილი მეცხრე საკოორდინაციო ჯგუფი პროცესებს რეგიონის დონეზე გაუწევს კოორდინაციას. სენის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის სათბობი რესურსის და შეშის მოხმარების და მისი ალტერნატივების ხარჯარგებლიანობის ანალიზის დოკუმენტის გაცნობა მოხდა. ნათლად დადგა იმის საჭიროება, რომ იფიქროს სახელმწიფომ, იფიქროს ყველა დაინტერესებულმა მხარემ, მათ შორის არასამთავრობო და კერძო სექტორმა, თუ რა შეიძლება იყოს ალტერნატივა ამ სათბობი რესურსის ჩანაცვლების და განვიხილეთ ჩვენ რამოდენიმე სცენარი დღევანდელ შეხვედრაზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა მეცხრე
სამუშაო ჯგუფი, რომელიც არის რეგიონებთან ურთიერთობის ჯგუფი. ადგილობრივ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ჩვენ წარუდგინეთ ამ ჯგუფის მიზანი. მოვახსენეთ ის საკითხები, რაზეც უნდა იმუშაოს ამ ჯგუფმა. დღეს პირველი ასეთი განსახილველი საკითხი გქონდა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გამწვანებული ტერიტორიების დაცვის მოვლისა და ადგენის წესის პრეზენტაცია. ეს რეგლამენტი უნდა იყოს დამტკიცებული მთავრობის დადგენილებით და სავალდებულო იქნება ყველა მუნიციპალიტეტისთვის. დაისვა ძალიან ბევრი საინტერესო შეკითხვა და ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფი იქნება ძალიან ეფექტური იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ სატყეო საკითხებში. რომ დავიცვათ საქართველოში ტყეების შეშემოჩავონ და სხვა კომპონენტების უნდა ჩავონოს, ეს არის მაგალითად ქვანახშირი, შეიძლება მოხდეს სოფლების გაზიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის უკანონო მოპოვებას მოსახლეობის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია შეშის გაცემა, რა თქმა უნდა, იმერეთის რეგიონისათვის მოგესალმებით არის ტყე-კაფეები გამოიყოფა ჩვენთან რეგიონში და მოსახლეობა რომ იყოს სწორად ინფორმირებული და ასევე უზრუნველყოფილი შეშით, სწორედ ეს დღევანდელი შეხვედრა ძალიან შეუწყობს ხელს. რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. ადგილზე არსებულ ვითარებას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო. ამ ეტაპზე რობაქიძის გამზირის ტროტუარებზე ამორტიზებული ასფალტის საფარის, ბორდიურების, ბეტონის ქოთნებისა და ღობეების დემონტაჟი მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ადგილზე მოეწყობა გამწვანების ზოლი, სადაც დაირგვება სხვადასხვა სახის ხემცენარეები და დეკორატიული ყვავილები. რობაქიძის გამზირის გამწვანება და სარწყავი სისტემის გაკეთება ჩემი გამგეობის პირველივე დღიდან იყო დღის წესრიგში, რადგან მოთხოვნილება არის ძალიან დიდი, ეს არის ქალაქის შემოსასვლელი, სადაც პრაქტიკულად სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს ნებისმიერი სტუმრისთვის, რომელიც თბილისში შემოდის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია, ძირითადად გამწვანებული ზოლის თარგების, რომელიც გამზირის ორივე მხარეს არის. აქ აღდგება თვითონ თარგის კონსტრუქცია, მოეწყობა მწვანე საფარი, ასევე ყვავილნარი მოეწყობა და სარწყავი სისტემაც ასევე შესაბამისად უკვე რეაბილიტირებული ამ ტერიტორიაზე. ზრდის შვილიშვილებს ასევე ბევრი მეზობელი მყავს, ბავშვებისთვის იქნება საამაყო უბანი, ეს არ არის არც დღეის და არც ხვალის, არის საშვილიშვილო საქმე. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ტარიელ ხაჩიკაშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით 2017 წელს საქართველო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს როგორც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობას, ასევე საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას. პირველ ეტაპზე დაფინანსდება 132 მილიონის, ეს არის სპორტის სასახლეები ბათუმში, ქუთაისში, გორში და თელავში და ასევე 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი, ეს იქნება რუსთავში, თბილისში და ქუთაისში. ეს არის უმნიშვნელოვანესი შენაძენი ჩვენი სპორტული ინფრასტრუქტურისთვის, ეს მომსახურება კიდევ ერთხელ გამოვდები აღნიშნული ღონისძიებების გამართვას და რაც ყველაზე მთავარია შემდგომში ამ რეგიონში სპორტის განვითარების დამატებით ბიზნესებს და ასევე არაერთ საერთაშორისო ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებაზე შეუძლია რომ უნებრივია უმასპინძლოს ამ რეგიონს და ეს სპორტული ტურიზმის განვითარებას სასახად ხელს შეუწყობს.